ოკუპირებულ აფხაზეთში 28 წლის ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების ვერსიით 2023 წლის 28 ივლისს ქალაქ გალში ბრალდებულმა აინარ წვიჟბამ ავტომობილში მყოფ ქალს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ქალის ცხედარი ვარდნილხეს სამთან მდინარე ენგურში გადააგდო. სამძებრო სამუშაოების მიუხედავად გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. უკრაინა რუსეთის სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე შეტევას განაგრძობს. თავდაცვის ძალებმა რუსეთში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. განადგურდა რუსი ჯარისკაცების განთავსების პუნქტი ოკუპირებულ სნეჟნოეში. ადგილზე სავარაუდოდ საბრძოლო მასალა აფეთქდა. უკრაინელებმა სტავროპოლის რეგიონში ქალაქ ნევინომსკში აზოტის ქარხანასაც შეუტიეს. მოსკოვმა და პეკინმა მრავალპოლარული სამყაროს შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ სი ძინპინმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტებმა ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. პუტინი ოფიციალური ვიზიტით პეკინში გუშინ ჩავიდა. მისი ვიზიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირანში იმდენი ნავთობია, რომ ფასები მკვეთრად დაეცემა. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თეირანი დაღლილია და ირანში შეთანხმების მიღწევა სურთ. ნახავთ, რომ ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, ისინი სწრაფად დაიწევს, განაცხადა ტრამპმა.